კახა კალაძის ეს პასუხი და ეს წერილი აქციის მონაწილეებისთვის და ორგანიზატორებისთვის იმის დადასტურებაა, რომ ქართული ოცნება ძალიან კარგად ხვდება, რამდენად დიდი რაოდენობის ადამიანები გამოვლენ ქუჩაში 4 ოქტომბერს და ასევე დასტურია იმის, როგორ ეშინია ქართულ ოცნებას 4 ოქტომბერს ქუჩაში ხალხის გამოსვლის. ვინაიდან პაატა ბურჭულაძე მისწერა თბილისის მერიას წერილი, რომ 4 ოქტომბერს, როდესაც ხალხი იქნება ქუჩაში, უნდა დაიდგას 4 ლოკაციაზე სცენა, თუმცა კახი კალაძემ მისწერა პაატა ბურჭულაძეს, რომ ამ ლოკაციებზე 4-ვე ადგილა სცენა ვერ განთავსდება, იმიტომ რომ ხალხის ეს რაოდენობა და ეს სცენები შეუშლის ხელს სატრანსპორტო მოძრაობას და ასევე პარალიზებას გამოიწვევს სხვადასხვა სამსახურებისას. ბურჭულაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ თავად ყველაზე კარგად იცის, რამდენად დიდი რაოდენობის ადამიანი გამოვა 4 ოქტომბერს ქუჩაში და ამიტომაც ახლა ხელოვნურად ცდილობენ, რომ შექმნან სხვადასხვა დაბრკოლებები, თუმცა სავარაუდოდ ერთ-ერთი სცენა 4 ოქტომბერს სწორედ აქ პარლამენტის წინ იქნება განთავსებული და სწორედ ეს ტერიტორია იქნება მთავარი ტერიტორია, სადაც ხალხი განთავსდება. მოვდივართ მშვიდობით, მოვდივართ კონსტიტუციით და კონსტიტუციური წესრიგის დასაბრუნებლად, სწორედ ეს იყო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მთავარი სათქმელი. შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ 4 სცენა დაიდგას თავისუფლების მოედნიდან, შემდეგ მეორე სცენა რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან, მესამე ოპერასთან, მეოთხე კიდე რესპუბლიკის მოედანზე. ასე რომ ეს ჩვენ შევასრულებთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ ისეთი პასუხი დღეს, რომ ძალიან ბევრი შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო. აი ამის დამწეს მე ვამბობ, ნუ გეშინიათ. ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ. ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყარე ხალხი, რომელსაც გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. მანდებს ღრმა პოლიტიკური გზავნილი, ალბათ თვითგანთქმა ქართული ოცნების, რომლებიც პირდაპირ წერენ იქ, რომ თუ თავისუფლების მოედანზე თქვენ ხართ, თუ რუსთაველის გამზირზე თქვენ ხართ და თუ რესპუბლიკის მოედანზე ქართველი ხალხია, მაშინ ჩვენ აღარ ყოფილვართ ხელისუფლება. ეს რაღაცა წინასწარ მეტყველება და შეიძლება გავიგოთ და იმ შინაგან ქვეცნობიერად ქართული ოცნების ვინც აი კალმით ეს თუ კლავიატურით აკრიფა ეს ტექსტი. არცად საქართველოს კონსტიტუციაში არ წერია, რომ რამე გაწყვეტილებას იღებს ხალხის ნაცვლად ოლიგარქი, მილიარდერი ან ვინმე სხვა ადამიანი. ამიტომ რაც წერია კონსტიტუციაში, ის უნდა იყოს აღსრულებული, ის უნდა იყოს რეალურ ცხოვრებაშიც და ამ საქმეზე იკრიბება ქართველიერი. მინდა მიმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ნიჰილიზმში არიან, ჯერ კიდევ ოპოზიციონერებს, ქართულ ოცნებას ხედავთ, რომ უფრო ჯერა, რომ 4 ოქტომბერს იქნება ისეთი მასშტაბური მიტინგი, როგორც არ ყოფილა აქამდე. ასე რომ დავიჯეროთ ჩვენი თავების, დავიჯეროთ ჩვენი თანამებრძოლების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ოჯახების 4 ოქტომბერს ყველანი დროშებით გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე. ხალხის რაოდენობის სიდიდიდან გამომდინარე იყო გათვლილი, რომ 4 ლოკაციაზე უნდა დადგმულიყო სცენები რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს, თუმცა თბილისის მერიამ უარი თქვა, რომ 4 ადგილას და 4 ლოკაციაზე გაიმართოს სცენა, ამიტომაც ერთ-ერთი სცენა დაიდგმება პარლამენტის წინ. დღესაც ისევე როგორც ყველა გასულ დღეებში რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა, ხალხი ისევ ქუჩაში არის და 4 ოქტომბრისთვის ემზადება.